ეს თაობა სხვანაირი თაობაა და ტექნოლოგიური მოცემულობა. ეს ასე წუწუნებენ პლატონიდან მოყოლებული ყოველთვის. მაგრამ ეს რეალობაა, რა თქმა უნდა, ღმერთმა არქნას, რომ ახლა თაობა იგივე იყოს, როგორც ჩემი თაობა. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ბევრად მეტი შესაძლებლობა, მაგრამ პარალელურად ბევრად მეტი რისკებიც. რისკი იმისი და ჩემი აზრით ეს არის მთავარი რისკი თაობის ჩემი შვილების თაობასთან ურთიერთობაში არის ის, რომ მათ არ დაკარგონ ის ველი, რასაც ქვი ემოციური ინტელექტი, მათ კონდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი და ეს არის ალბათ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა იმისი, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ადამიანები, ასე ვთქვათ, და ადამიანები, რომელიც იქნებიან მზად ახალი გამოწვევებისთვის. კრიტიკული აზროვნება არის ის შესაძლებლობა, რითაც მომავლის ადამიანი განსხვავებული იქნება წარსულის ადამიანისგან და ეს არის განსაკუთრებით რთულად განვითარებადი დღევანდელ პირობებში, იმიტომ რომ მზა კონტენტი ჟურნალს აბსოლუტურად არა მარტო ყველა დივაისიდან, არამედ რა ვიცი, უთოდან, ტოსტერიდან, მაცივრიდან, ყველაფრიდან მოდის ეს მზა კონტენტი. აი ეს მოცემული ხშირად ვამბობ ხოლმე მე მაგას, ეს არის ძალიან დიდი რისკი, ეგრეთ წოდებული კლიპური აზროვნების ჩამოყალიბების მოცემულობა, როცა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებ ამ headline-ებს, ამ სათაურებს და სიღრმეში აღარ ჩადიხარ. აქ ახლა რაღაც ბევრი საინტერესო ისეთ შეთქმულების თეორია არსებობს ამასთან დაკავშირებით, კონსპირაცია, რომ ეს აი მსოფლიო რაღაც მართველები შეიკრენ, რომ განათლების სისტემა ამზით განახორციელონ, არა რა თქმა უნდა, მე არ მგონია რომ ეს ესეა, ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი რისკი იმენაიდან ინფორმაცია არის ძალიან ბევრი და მისი კრიტიკული ანალიზისთვის დრო არის ძალიან ცოტა. ამიტომ დასულ მაგას ვიძახი, წიგნის როლი და დავბრუნდები იმას, რითიც დავიწყეთ, ფანტაზიის განვითარების როლი არის ძალიან დიდი ამგვარ პროცესებში. ყოველთვის ვცდილობ და ძალიან მინდა, რომ ეს იყოს ამ თაობის განსაზღვრელი კრიტიკული აზროვნების სკილი, უნარი, ასე ვთქვათ. ეს არის ხვალინდელი ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.